ფესტივალი გემო სვანეთში ბრუნდება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2026 წლის პირველი გასტრო ფესტივალი მესტიაში 21-22 თებერვალს გაიმართება. გემო ფესტის მონაწილეები როგორც ტრადიციულ, ისე ნაკლებად ცნობილ სვანურ კერძებს მოამზადებენ. მოეწყობა აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. სტუმრების განწყობაზე კი მუსიკოსები იზრუნებენ. სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი. ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების მსგავსად სვანური სამზარეულო რეგიონის ისტორიისა და გეოგრაფიის ანარეგლია. იმისთვის, რომ საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს მესტიაში ღირსეულად წარუდგინონ, შეფმზარეულებმა გემო ფესტის მონაწილეებთან ერთად იმუშავეს. დახვდება ჩაბატკვირას განახლებული სვანური კერძები, კარგად მივიწყებული, ასევე ყველასთვის ნაცნობი კერძები, როგორიც არის კუბდარი, ჭვიშდარი, თაშმიჯაბი, მერწყვი და ბევრი ისეთი კერძები, რომელიც არც გაგიგიათ და რომელიც უკვე ჩვენც შევქმნით სვან მონაწილეებთან ერთად. გემო ფესტი ტარდება მე-11, ამჯერად უკვე სვანეთში ჩამოვედით, ჩვენს უსაყვარლეს რეგიონში და კუთხეში. სვანური არაჩვეულებრივი და გემრიელი კერძების გარდა სტუმრებს დახვდება ფანტასტიკური გარემო. ფესტივალს გემო სვანეთი მესამედ მასპინძლობს. კუთხის ტრადიციულ თუ განახლებულ კერძებს 15 ადგილობრივი მეწარმე 2 დღის განმავლობაში მესტიის სეტის მოედანზე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მესამედ ტარდება მესტიაში გემო ფესტი, ჩვენთვის იქნება პირველი. მოვამზადებთ სვანურ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე სტილში. კუბდრის კროკეტს და ასევე მერწვის კროკეტს. ასევე გვაქვს დესერტი. გემო ფესტი სვანეთში ტრადიციულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ფესტივალი, რომელსაც უნიკალური ქართული გემოს პოპულარიზაციაში, გასტროტურისტული პროდუქტისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, მნიშვნელოვნად ეხმარება თავად მონაწილეებსაც. სულ 56 გემოელი ყავს. შედეგი გამოიღო ის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად გადაექცია, ზოგმა მათგანმა საფესტივალო პროდუქტად ჩამოაყალიბა და სხვადასხვა ფესტივალებში იღებს მონაწილეობას, ბევრმა სამასპინძლო შექმნა და მთლიანობაში ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთვნენ. 21 და 22 თებერვალს ფესტივალი გემო სტუმრებს განსაკუთრებულ სვანურ კერძებთან ერთად აგროზონებით, სამეწარმეო ბაზრით, საბავშვო სივრცითა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით უმასპინძლებს.